ვეფხისტყაოსნის 150 წლის იუბილეის აღსანიშნავად პოემის პირველი გრაფიკული გამოცემა გამოვა მე-18 საუკუნის გმირები კომიქსებშია გაცოცხლებული და მკითხველს ორიგინალური ფორმით წარადგინება. პოემის გრაფიკული ვერსია არტანუჯმა გამოსცა, პრეზენტაცია კი 28 ოქტომბერს გაიმართება. პირველი კადრი, რასაც მაყურებელი ხედავს, არის მე-18 საუკუნის თბილისი და ეს არის უკვე შოთას სახლი და შევდივართ მის სამუშაო ოთახში და უკვე შოთა იწყებს კითხველთან საუბარს და თანამედროვე კომიქსების ენით მხატვარმა პაპუნა დავითაიამ თითქმის 8 საუკუნის წინანდელი რეალობა, პერსონაჟები და საქართველო გააცოცხლა. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანის გმირები მაქსიმალურად ისეთად წარმოადგინა, როგორიც საშუალებაც ნაწარმოებმა მისცა. პოემა 850 წლის ხდება. გამომცემლობა არტანუჯი კი მას სრულიად განსხვავებული გრაფიკული რომანის სახით გამოსცემს. კომიქსი და გრაფიკული რომანი არის ძალიან კარგი საშუალება ვიზუალური თხრობისთვის. ანუ როგორც აი კინო არის ვიზუალური თხრობა ამბისა, ასევე არის გრაფიკული რომანი. ფაქტიურად როგორც ფილმს ისე უყურებს ადამიანი დიალოგის გარდა, ანუ ნებისმიერი მოქმედება, გარემო, ლანდშაფტი და ამ შემდეგ არის სურათად გადმოცემული. 1500-მდე ილუსტრაცია, კინოს კადრირების პრინციპი, დალაგებული სახეები და უშუალო, ყველასათვის გასაგები, მარტივი ენით გადმოცემული ისტორია. ასეთია პროექტის კონცეფცია, რომელიც ინოვაციაა და საქართველოში პირველად იქმნება. ავთანდილ იყოს პასპეტიძე ამის პასალარისა, ხო? ეს ნათქვამი არის, მაგრამ ვიზუალურში რაღაცნაირად უნდა შემოიყვანო ეს ავთანდილი რაღაც კონკრეტულ გარემოში უნდა იყოს, ხო? სადღაც არის. რახან არის პასპეტი, ეხლა ჩემს შემთხვევაში ესე პირველად ხედავთ მას სამხედრო წვრთნებზე. სცენარი იდეის რეალობაში მოყვანამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა. ანიმაციის სკოლისა და ნიუნბერგის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელესში გრაფიკული რომანის შექმნის დეტალები შეისწავლა და შოთა რუსთაველის გმირები კომიქსებით გააცოცხლა. ერთი შეხედვით ვიფიქრე, რომ ერთი ნაბიჯია რაღა არის, მაგრამ თლათაც არ ყოფილა, საკმაოდ ჩაუღრმავდი და ბოლო 1-3 წელი ვსწავლობ თუ როგორ კეთდება გრაფიკული რომანი. 2016 წელი იუნესკომ ვეფხისტყაოსნის წლად გამოაცხადა. ვეფხისტყაოსანი იქნება ქართულენოვანი გრაფიკული რომანის გამოცემის პირველი შემთხვევა, რომლის შემდეგ სხვა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების გრაფიკული ვერსიების შექმნაც იგეგმება.